მოგესალმებით მეგობრებო, წინა ეპიზოდში გახსოვთ პირობა მოგეცით, რომ ყოველ 5000 გამომწერზე ეს იქნებოდა 30, 35,000, 40,000 და ასე შემდეგ დავდებდი სპეციალურ საიუბილეო ვიდეოს, ამიტომ პირობა უნდა შესრულდეს. თუმცა თუ თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, სავარაუდოდ სულმა წამძლეა, აღარ დაველოდე ზუსტად 30,000-ის დამგვალებას და მანამდე შემოგთავაზეთ ეს ეპიზოდი. თან წავიდეთ, გავისეინოთ ცოტა და აგიხსნით თუ რატომ არის ეს ეპიზოდი გამორჩეული სხვებისაგან. ახალ წლამდე რამოდენიმე დღით ადრე მირეკავს ჭელო და მეუბნება, რომ ერთი ჩვენი მეგობარია, ბაიკერი ისიც და ცოლის მოყვანა სურს. მეთქი სურს მოიყვანოს. და ამიხსნა, რომ საქმე იმაშია, თურმე ხელის თხოვნა სურს განსაკუთრებულად, ორიგინალურად, ასე ვთქვათ, თან უნდა ვიდეოც გადავიღოთ. მეთქი რა პრობლემაა, ახალი წელი მოდის, მაგაზე უარს როგორ ვეთქვი ადამიანს. ახალ წლამდე, რადგან ბევრი დრო აღარ იყო უკვე დარჩენილი იმავე დღეს გავესაუბრე იმ ბიჭს, გავიცანი, სხვათა შორის ჩემი სეხნია აღმოჩნდა, თავისი იდეები გამიზიარა, თუ რა როგორ უნდოდა სავარაუდოდ, მეც ჩემი უთხარი და როგორც მივხვდით, მთავარი არსი და ორიგინალურობა ხელის თხოვნის მდგომარეობს იმაში, რომ ბაიკთან ასოცირდება ეს ყველაფერი, ბაიკიც უნდა ფიგურირებდეს. სხვათა შორის ასეთმა გიჟურმა ბოლივუდურმა იდეამაც გაიჟღერა. რა თქმა უნდა, მაგის გახორციელებას არავინ აპირებს, სიცოცხლე არავის მობეზრებია. გვინდა დაახლოებით აი ასეთი რამ გამოვიდეს. ეს ბიჭი და თავის შეყვარებული ღამით გავლენ სასეირნოდ. ამ დროს რამოდენიმე ბაიკერი უეცრად არსაიდან მორიგეობით ჩაულიან წინ. ყველას ექნება სპეციალური ფორმა ჩაცმული და უკან შესაბამისი წარწერა და ჯამში უნდა გამოვიდეს ასეთი წინადადება. ცოლად გამომყვები, ან ჩემი ცოლი გახთები? ნუ ხო ხთებით რა. სტანდარტული კითხვა რაც არის ხოლმე ხელის თხოვნის დროს. და ამ დროს ამ ბიჭმა უნდა მოიყოს ბეჭედი და გოგო მერე ან კის ეტყვის, ან არას. ერთი შეხედვით ძალიან მარტივია რა უნდა ამის გაკეთებას, მაგრამ ახალი წელია, უნდა იშოვო რამოდენიმე გიჟი, ვინც დაგთანხმდება ამ ყველაფერზე. აგრეთვე ლოკაციად ხელის თხოვნის შეირჩა რუსთაველის გამზირი. საღამოს ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ საცობებია. ამიტომ შუაღამით უნდა მოხდეს. ამ ყველაფერს ართულებს ის, რომ შუაღამით სეირნობაზე უნდა დაითანხმოს თავის შეყვარებული. არც ისე იოლი საქმეა ეგ, იმიტომ რომ მინუსებშია უკვე ტემპერატურა მაგ დროს. აგრეთვე ბიჭებმა რამოდენიმე კაცმა უკან ტრაფიკი უნდა ჩაკეტოს, მანქანები, რომ ის რამოდენიმე წამი თავისუფლად შეუძლოთ ამ ყველაფრის გაკეთება. ასე რომ რეალურად რომ დაუფიქრდეთ, არც თუ ისე ადვილია ეს ყველაფერი და არც თუ ისე უსაფრთხო გარემოში ტარდება. აგრეთვე თავიდან გვინდოდა რომ 31 დეკემბერს გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ რომ დავფიქრდით, 31 დეკემბერს იკეტება რუსთაველი, იქ მსვლელობები არის, კონცერტებია, ამიტომ ჩვენ იქ ბაიკებით არავინ არ შეგვიშვებს. ამიტომ ჩვენმა პერფორმანსმა და ამბავმა გადმოიწია 30 დეკემბერს. წავიდა ნამა, წავიდა. და რა თქმა უნდა, ჩვენი სპონსორია მაღაზია მოტოგარაჟი. სხვათა შორის სიახლე გვაქვს, ეს მაღაზია გაიზარდა, გაფართოვდა და უკვე რუსთაველზე ძველ ლოკაციაზე გაჩერება შეუძლებელი იყო, ამიტომ პოლიტკოვსკაიას, ანუ იგივე ჯიქიას 8 ნომერში გადმოვიდნენ ახალ მისამართზე. აგრეთვე დაემატა სკუტერების სრული სერვისი და ამ მაღაზიაში შესაძლებელია ეკიპირებით დაწყებული და საცხებ-საფუხი მასალებით დამთავრებული ნებისმიერი პროდუქტის შეძენა. რადგან ყველა ტექნიკური დეტალი გავიარეთ, ბიჭებიც გამოჩნდნენ, ვინაც
გამოთქვა სურვილი ამ კარგ ამბავში მონაწილეობის, სხვათა შორის ლაშა კაიკაციშვილი დაგვეხმარა ამ ამბავში, უნდა ვთქვა აუცილებლად. იზღა დაგვრჩენოდა, რომ უბრალოდ 30 დეკემბრის დადგომას დავლოდებოდით, ხოლო 30-ში კი მოტოლაგუნაში შევიკრიბეთ, სადაც ჩემი ექშენ კამერები დავამაგრე ლევანის შლემზე და ბაიკზე. მისმა შლემმა ცოტა კი ემაწვალა, საკმაოდ რთულად დასამაგრებელი შლემი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიდა. სიძე ბატონი რამდენი მაისური? 4,000. გამოგართენ საღამოს რომ მოვლა არ მინახე. ვა, ფეჭდები და. Let go of my feelings, let go of my pride. Even though I tried it like 1,000 times, I would be lying if I said you wasn't by my side. But when I needed you the most, I saw you running high. Oh, I remember how we used to run the street, yeah. I pulled a James, came from Akron with the heat, yeah. და შეკრების ადგილად ავირჩიეთ სპორტის სასახლე, სადაც ლევანიც უნდა მოვიდეს თავის შეყვარებულთან ერთად. თითქოს რამოდენიმე ადამიანი ვაპირებთ ერთად საახალწლოდ ქალაქში რომ გავისწეინოთ. სიანდვილეში კი იცით რა მიზეზით ხდება შეკრება. სპორტის სასახლის წინ შეკრების კადრები სამწუხაროდ არ მაქვს. ნუ კი ვცადე გადაღება, მაგრამ არ გამოვიდა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ბნელო და არასაკმარისი განათება იყო და ვერაფერს ვერ დაინახავდით ისედაც. და მეორეც იმიტომ რომ მინდოდა ბუნებრივად გამოსულიყო ეს ყველაფერი და ლევანის შეყვარებულს რო იქ კამერა დაენახა, უკვე სავარაუდოდ იეჭვებდა რომ აქ რაღაც ისე არ არის და რაღაც საინტერესოს აპირებენ ესენიო. ზუსტად ღამის 12 საათზე დაიძრა კოლონა სპორტის სასახლიდან, წინ ჩვენი წყვილი წავიდა, უკან რამოდენიმე ბაიკერი გაყვა, ხოლო ჩვენ ბიჭები მანქანით და აგრეთვე სპეციალურ ფორმაჩაცმული ბაიკერები გავყევით უკან, მოგვიანებით და გადაკვეთის წერტილი არის თავისუფლების მოედანი, საიდანაც ყველაფერი უნდა დაიწყოს და იმედია კარგად ჩაივლის. Are you ready for it? აუსიგნალე იმიში. ესენი არიან ბიჭო? ო. ესენი არიან, მოიცადე ერთად. ნელა. მაჯარი ჩამომიწიე რა. ჩავყანა ისე დაბლოკილი ყვა? всё, წინ მიდის. მიდი ლევან, They say, oh my God, I see the way you shine. Take your hand, my dear, and place them both in mine. You know you stopped me dead while I was passing by. And now I beg to see you dance just one more time. Ooh, I see you every time. And oh my, I like your style. You make me wanna cry. And now I beg to see you dance just one more time. So they say, dance for me, dance for me, dance for me, oh. Never see anybody do the things you do before. They say, Hey guys, what's up?
ასეთი განსაკუთრებული და განსხვავებული ეპიზოდი გამოვიდა და მხიარულ ნოტაზე დავხურეთ 2021 წელი, ხოლო ჩვენ წყვილს კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო და უსურო ბედნიერება. სხვათა შორის მე იმ ღამესვე დავდე სტორიზე პატარა ვიდეო, ბევრს აერია და მე მილოცავდნენ, თუმცა ახლა უკვე სიმართლე იცით. ჩვენ კი შევხვდებით ძალიან მალე და როგორც ყოველთვის დროებით. მადლობა ბიჭებო. რო დაგვეხმარეთ. ჯიგრები ხართ.